საქართველოს კეთილდღეობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. რადიკალები არგუმენტების გარეშე უმსხვილეს საინვესტიციო მემორანდუმს ბლეფს უწოდებენ. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ მათი ოპონენტების განცხადებები მოსახლეობის კეთილდღეობის წინააღმდეგ არის მიმართული. დაახლოებით ისეთივე ბლეფია, როგორიც არის მაგალითად ის, რომ ანაკლის პორტი აქამდე უნდა აშენებულიყო. ხადია, რომ ეს 6 მილიარდიანი ინვესტიცია ეჭვებს იწვევს. მემორანდუმი რაღაცა არ არსებულ 6 მილიარდზე ინვესტიცია არ არის. მემორანდუმი არის ფურცელზე დაწერილი ოცნებების კრებული. დაშკვნას ვაკეთებ, რომ ეს ინვესტიცია არის ბლეფი, ასეთ რამ არ შედგებოდა. ამას მიმყარებს ერთი ის, რომ ეს მემორანდუმია და არა რაიმე ტიპის კონკრეტული კონტრაქტი. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მსხვილი ინვესტიციით შევიდა, გახდა ამ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების გარანტია. შესაბამისად, საქართველოში 6 მილიარდიანი უპრეცედენტო და ისტორიული ინვესტიციის განხორციელება არის ის სიკეთე, რომელსაც თითოეული ოჯახი ჩვენს ქვეყანაში საკუთარ თავზე იგრძნობს. სწორედ ამ კეთილდღეობას, ამ სიკეთეს უპირისპირდებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელიც ისტერია მოიცვა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. აქედანაც კარგად ჩანს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები უპირისპირდებიან საქართველოს ქართულ ოჯახებს და ამ ქვეყანაში კეთილდღეობას, სტაბილურ განვითარებასა და საერთაშორისო ინვესტიციებს. ვინაიდან მათი მიზანი არის, რომ ეს ქვეყანა დაინგრეს, განადგურდეს და საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან, რასაც ვერ ეღირსება. 6 მილიარდი ჩემოა და განსაკუთრებულად გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. და დიახ, თითოეულ ადამიანამდე მივა ეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციას და სწორედ ეს არის, რომ აგიჟებთ ამ ადამიანებს და ჭკუიდან გადაყავთ, რომ როდესაც ქვეყანა ძლიერდება, როდესაც ქვეყანაში არის შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, გაიზარდოს ადამიანების შემოსავლები და ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ, რომ ბიზნესიც აწარმოონ და ურთიერთობებში შევიდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან იქნება თუ ერთმანეთთან, სწორედ ეს არის მათი საწინააღმდეგო, ამითი მათ იციან, რომ ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზანს, ვერ მოვნენ ხელისუფლებაში. ახლა ვიზიტის შემდეგ, როდესაც მემორანდუმს ხელი ეწერება, როდესაც გამოდის ამხელა კომპანიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები, რომლებიც გარანტიას იძლევიან, რომ თანხები იქნება ჩადებული ჩვენს ქვეყანაში და ამას არ იჯერებენ. ზუსტად ასეთივე წარმატებით მათ შეუძლიათ არ დაიჯერონ, რომ ხვალმზე ამბობ. ოპოზიციისთვის 26 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხება დაუჯერებელი იყო, თუმცა დამარცხდნენ და არიან სადაც ჯერ კიდევ 12 წლის წინ მიუჩინა ქართულმა ხალხმა ადგილი სრულიად სამარცხვინო ოპოზიციონერების განცხადებები, რომ ამხელა კომპანია თურმე რაღაცა სანქციებს არიდებს და თურმე სხვის თაფულს შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ის რაც კარგია საქართველოსი ცუდია ოპოზიციისთვის, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მათი ამ შეფასებებიდან გამომდინარე.